მოგესალმებით ობიექტივი განაგზობს პირდაპირ ეთერში მაუწყებლობას თქვენს მენთ დაუყურებთ ღამის სტუდიას, რომელსაც ბონდო მძინარაშვილი და ანი კიკნაძე გავუძღობით. მომდევნო საათის განმავლობაში ჩვენი გადაცემის სტუმარი იქნება დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ბატონი ამირან გამყრელიძე. დიდი მადლობა რომ მობრძანდით ჩვენთან სტუდიაში სტუმრად და მზად ხართ რომ ჩვენს და მაყურებლების შეკითხვებს უპასუხოთ. საღამო მშვიდობისა, დაგვირეკეთ ტელეფონის ნომერზე 289 ან დაკავშირდით Skype-ზე მისამართზე ობიექტივი 2, გამოხატეთ თქვენი აზრი, დაუსვით შეკითხვები ჩვენი გადაცემის სტუმარს, ოღონდ იმ თემასთან დაკავშირებით, რომელიც უშუალოდ მას ეხება. დიდი მადლობა ბატონო ამირან სტუდიაში მობრძანებისთვის და მოდი დავიწყოთ საუბარი საყოველთაო ჯანდაცვის შეფასებით, ვიდრე უშუალოდ დაავადებათა კონტროლზე და მონიტორინგზე ვისაუბრებთ, მანამდე ის პროცესები, რაც ვითარდება ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში, თქვენი აზრით, სად წააწყდა ისეთ ბარიერებს, რომელთა გადალახვაც ცოტა რთულია და სად პირიქით ძალიან სწრაფად განვითარდა პროცესები? დიდი მადლობა მოწვევისთვის. მოგეხსენებათ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, იმიტომ რომ სწორედ წელიწადნახევრის წინ დაიგეგმა და 2013 წელს გადაიდგა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო ნაბიჯი, როდესაც სახელმწიფომ თავის თავზე აიღო პასუხისგებლობა მთლიანად მოსახლეობის სამედიცინო უზრუნველყოფისა. მოგეხსენებათ, რომ 2013 წლამდე გარკვეული სახელმწიფო გარანტიები ჰქონდა მოსახლეობის დაახლოებით 45%. ანუ იყო სახელმწიფოს მიერ დაზღვეული ყველა უმწეო ადამიანი, რომლებიც გახდნენ უმწეოთა რეესტრში. ასევე შემდგომ 2012 წლის სექტემბერში დაეზღვა სახელმწიფომ დააზღვია ყველა პენსიონერი და ბავშვი 5 წლის ასაკის ჩათვლით და კიდევ პატარ-პატარა ჯგუფები გახდნენ. თუმცა საჯარო მოსამსახურეები დაზღვეულები იყვნენ, ეს სხვა დაზღვევა, მეგეუბნებით, რასაც სახელმწიფო უზრუნველყოფდა, რასაც თქვენ ბრძანებთ საჯარო მოსამსახურეები, ზოგიერთი დაზღვეული იყო თვითონ დამქირავებლის მიერ, მაგრამ უმეტესობა საჯარო სამსახურში და კერძო დაქირავებით სამსახურში მყოფი ადამიანები დაზღვეული იყვნენ და არიან ეგრეთ წოდებული ნებაყოფლობითი დაზღვევით, ანუ კერძო დაზღვევით. და ასეთი გახლდათ და არის დღესაც დაახლოებით 400,000-მდე ადამიანი ქვეყანაში. და გარანტიების გარეშე დარჩენილი იყო ქვეყანაში დაახლოებით 50%-ზე ოდნავ მეტი მოსახლეობა, დაახლოებით 2,3 მილიონი ადამიანი. და სწორედ 2013 წლიდან დაიწყო განხორციელება პროგრამამ, რომელსაც ქვია საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვა და ერთ-ერთი მთავარი მიზანი ამ პროგრამისა გახლდათ ის, რომ მთლიანად საქართველოს მოსახლეობას ჰქონოდა გარანტიები სახელმწიფოს მიერ გაცემული, რომ ბაზისური სამედიცინო მომსახურეობით ისინი დაცული და გარანტირებული იქნებოდნენ. ბატონო ამირან, ეს რეფორმა, რომელიც ახლა განხორციელდა, არ ვიცი, დავარქოთ თუ არა ამას რეფორმა, არის თუ არა უკვე ისეთ, ასე ვთქვათ, სტადიაში, რომ პროცესები აღარ დაიწყება. ჩვენ ვიცით, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ რამდენიმე წელი არავის არ ეცალა არანაირი რეფორმისთვის, მაგრამ შემდგომ უკვე 15 წლიდან დაიწყო მუდმივად რეფორმებზე საუბარი და გარკვეული ნაბიჯებიც ითქმებოდა. თუმცა საბოლოო ჯამში მივედით იქამდე, დასკვნაც თქვენ ახლა შემოგთავაზეთ, რომ მხოლოდ წელიწადნახევრის წინ რეალურად დაიწყო ზრუნვა ქვეყნის მოსახლეობაზე. კიდევ რა ნაბიჯების გადადგმა საჭირო? ან ქვეყნის მოსახლეობაზე ზრუნვა დამოუკიდებლობის შემდეგ დაიწყო და ის პირველი რასაც ბრძანეთ 1995 წლიდან გარკვეული ნაბიჯები იქნა და გადადგმული სწორედ იმ მიმართულებით დაახლოებით რაც თქვათ დღეს იდგმება, მაგრამ სამწუხაროდ მაშინ ამ რეფორმებს არ ჰქონდა შესაბამისი ფინანსური უზრუნველყოფა. ანუ ქაღალდზე ჩვენ და მეც მონაწილეობდი იმ პერიოდში საკმაოდ აქტიურად ამ პროცესებში. დიახ, როგორც მინისტრის მოადგილე, შემდგომ როგორც მინისტრი. დიახ, და სერიოზული, ვთქვათ, კონცეფციები დაიდო, სერიოზული, ვთქვათ, მექანიზმები შემუშავდა და ეს სქემები, მაგრამ მას სამწუხაროდ ვერ იქნა აყვანილი მაღალ პოლიტიკურ რანგში. ანუ პოლიტიკური პრიორიტეტი ჯანმრთელობის დაცვა ვერ გახდა. ეს არის, რაც ახლა ხორციელდება, ბაზისად აღებული არის ის გასული წლების რეფორმები, ბოლო 10 წლეულის, იმის წინა 10 წლეულის, თუ აბსოლუტურად სხვა? არა, რა თქმა უნდა, დღეს რაც მიმდინარეობს, გარკვეულად
იყენებს იმ გამოცდილებას, რაც დაგროვდა 20 წლის განმავლობაში ქვეყანაში, იყენებს იმ დიდ გამოცდილებას, რაც დაგროვდა საერთაშორისო მასშტაბით და განსაკუთრებით დაეყრდნო აი ამ ახალ ინიციატივებს, რაც ბოლო 4-5 წელიწადია მთელს მსოფლიოში ფიგურირებს. ეს გახლავთ 2010 წელს გამოვიდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ძალიან ცნობილი ანგარიში გზა საყოველთაო ჯანმრთელობისკენ, რომელიც გახლავთ მოწოდება და რეკომენდაციები ყველა ქვეყნისადმი, რათა საყოველთაო მოცვა გახლავთ ერთ-ერთი მთავარი მიზანი ნებისმიერი ქვეყნისა, რათა შექმნას ისეთი ჯანდაცვის პოლიტიკა ქვეყნებმა, სადაც ნებისმიერი ადამიანი დამოუკიდებლად თავისი შემოსავლისა, დამოუკიდებლად თავისი სოციალური სტატუსისა და ასე შემდეგ უზრუნველყოფილი იქნება სხვადასხვა მექანიზმებით, ეგრეთ წოდებული საბაზისო სამედიცინო მომსახურეობით. და ის სწორედ საქართველოს აირჩია ეს გზა, რასაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია კარნახობს, ქვეყნებს და აძლევს რეკომენდაციას, უფრო სწორედ კარნახიას შეიძლება არ არის თლად სწორი ინტერპრეტაცია, ანუ რეკომენდაციას უწევს ქვეყნებს და ჩვენ ვდგებით ცივილიზირებულ ქვეყანათა რიცხვში, სადაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჯანმრთელობა, ჯანმრთელობის დაცვა აყვანილია მაღალ პოლიტიკურ რეესტრში, ასე ვთქვათ, მაღალ პოლიტიკურ პრიორიტეტებში სახელდება და მოგეხსენებათ, როდესაც ახალი ხელისუფლება მოვიდა 2012-ში, იქ პირველ სამ პრიორიტეტში და ეს პირველად მოხდა საქართველოს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, როდესაც ჯანდაცვა დასახელდა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად და უპრეცედენტო ნაბიჯები იქნა გადადგმული ჯანმრთელობის დაფინანსების თვალსაზრისით, რომ ბიუჯეტიც გაიზარდა. დაორმაგდა, ასე ვთქვათ, ჯანდაცვის ბიუჯეტი, გახდა ის უფრო ხარჯთეფექტური და ამის სწორედ ამის საშუალებით მოხდა ის, რომ 2013 წლის თებერვლიდან, როცა პირველი ეტაპი შევიდა ძალაში და მერე ის გაფართოვდა მოგეხსენებათ ივლისში 2013 წლის, დღეს ძალიან ასე მარტივ და უბრალო ენაზე რო ვთქვათ, უკვე ადამიანს, რომელსაც რაღაცა უჭირს, მას აუცილებლად აღმოეჩინება შესაბამისი სამედიცინო დახმარება. ანუ ის იმის გამო, რომ თუ მას ფული არ აქვს, არ დარჩება სამედიცინო დახმარების გარეშე. თუმცა ამ პროგრამას გარკვეული ხარვეზები მაინც აქვს და ბატონო ბონდუმაც გადაცემა სწორედ ამ კითხვით დაიწყო. სად იყო ყველაზე მეტი პრობლემა ამ რეფორმის მიმდინარეობის პროცესში? ყველაზე მეტი პრობლემა ჩემის გადასახედიდან, ეს ალბათ ჩემი სუბიექტური მოსაზრება იქნება, გახდა სწორედ ეგრეთ წოდებული რეორგანიზაცია სისტემისა. იმიტომ რომ 2004 წლამდე ქვეყანაში რეფორმები, რომელიც სტარდებოდა ჯანდაცვის სფეროში, ის ძირითადად მიმართული იყო და მისი ბაზისი გახდა ის, რომ უმეტესობა დაწესებულებებისა გახდათ სახელმწიფო დაწესებულებები. მართალია პრივატიზაცია დაიწყო მაშინ 95 წლიდან, მოხდა პრივატიზირება მთლიანად სააფთიაქო ქსელის, მოხდა მთლიანად სტომატოლოგიური ქსელის, მოხდა ნაწილობრივ ასევე დიაგნოსტიკური ქსელის და პატარა სამავთყოფოების, მაგრამ ფართომასშტაბიანი პრივატიზაცია არ დაწყებულა. იმ დროს სახელმწიფოს ჰქონდა გეგმა, რომ ყოველთვის უნდა ყოფილიყო დაცული ბალანსი სახელმწიფო სექტორსა და პრივატულ სექტორს შორის. იმიტომ რომ ეს დღეს უკვე აპრიორად შეიძლება ითქვას, რომ არც თქვათ ის სისტემა ამართლებს, როცა ყველაფერი სახელმწიფოს ხელშია და არც ის სისტემა ამართლებს, როცა ყველაფერი განკერძოებულია და არ არის შესაბამისი რეგულაციები კერძო სექტორში. დღეს სახელმწიფო შემდგომ 2004 წლის შემდეგ აღებული იქნა პოლიტიკა, როდესაც მოხდა რადიკალურად ძალიან მარჯვნივ გადახრა ყველაფრის და ეს ბალანსი დაირღვა. აი სწორედ დღევანდელი თქვათ უკვე სისტემა და დღევანდელი მიმდინარეობა აბალანსებს ამ საკითხს, როდესაც სახელმწიფო გამოდის ძლიერ მოთამაშედ, ძლიერ მარეგულირებლად, ანუ თამაშის წესების დამამკვიდრებლად და როგორც კერძო და ის არ არჩევს, დაწესებულება იქნება კერძო თუ იქნება სახელმწიფო, მისთვის ეს სულ ერთია, მაგრამ ამკვიდრებს სწორ წესებს თამაშისა ჯანდაცვის სფეროში. აი ამას რა თქმა უნდა სჭირდება დრო და ის რასაც თქვენ ბრძანებთ დაბრკოლებები სად არის, როგორ არის, სწორედ აი ამ ეგრეთ წოდებულ რაცაც ეძახიან საზოგადოებრივ
კერძო public private partnerships ეძახიან ამას ხშირად ასეთ PPP ფორმას ურთიერთობისა, რომლის გამოცდილებას უნდა ვაღიაროთ, რომ ამ ტიპის მართვისა ქვეყანაში არ არის მაინდა-მაინც დიდი, სწორედ და გასაგებია რა მიზეზების გამო ჩვენ ამის ისტორიული გამოცდილება არ აქვს, ხო? ამის გამო შეიძლება დაბრკოლებები, რა თქმა უნდა, არის, მაგრამ ობიექტური გადამოებები. მაგრამ რა თქმა უნდა, მე ერთმნიშვნელოვნად შემიძლია გითხრათ, რომ გზა არჩეული ჩემის გადასახედიდან სწორია და რაც მთავარია, გზა გახლავთ სამართლიანი. რატო ამბობ ამ სიტყვას და მინდა ამას ხაზი გაუსვა და მაყურებელმაც და თქვენც მინდა რომ ამაში ვთქვათ გარკვეულად აი ეს აღვიქვათ კარგად რომ ყველაზე დიდი პრობლემა დღეს მედიცინაში და ჯანდაცვაში მე არ ვამბობ საქართველოში ზოგადად მთელ სოფლიოში ის კი არ გახლავთ რა თქმა უნდა პრობლემაა გულსისდავრთა დაავადებები ონკოლოგია და ძალიან ბევრი დაავადება მაგრამ ყველაზე დიდ პრობლემას როცა ჩამოთვლიან პირველ პრობლემად ითვლება უსამართლობა ჯანდაცვაში ანუ არის ყველასთვის არ არის ხელმისაწვდომი არის ქვეყნები სადაც ყველასთვის ყველაფერი ხელმისაწვდომია მხედველობაში მაქვს მე ეს დასავლეთ ევროპის ქვეყნები და განვითარებული სამყარო და არის ქვეყნებში ასევე ჯგუფები სადაც ადამიანების გარკვეული ჯგუფისთვის ყველაფერი ხელმისაწვდომია და არის ძალიან დიდი ჯგუფი ადამიანების რომელთვის არ არის ხელმისაწვდომი ჯანდაცვა აი ეს სამართლიანი ჯანდაცვა გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე ანუ სამართლიანობა ხელმისაწვდომობაში გახლავთ და თანაბრობა ხელმისაწვდომობაში გახლავთ ერთ-ერთი მთავარი მიზანი ჩვენი აი მიმართულების რაღაც დღეს ქვეყანაში ვითარდება დღეს და ეს გახლავთ სწორედ გზა აი ამ უნივერსალური ანუ საყოველთაო ჯანდაცვისკენ მაგრამ ბატონო ამირან ის ქვეყნები რომლებიც თქვენ დაასახელეთ სადაც სამართლიანია ჯანდაცვა იქ სახელმწიფო არ იღებს პასუხისმგებლობას პაციენტებზე თუ ხდება შემისწორეთ არამედ სახელმწიფო ქმნის სამართლიან სისტემას რომელიც არეგულირებს შემდგომ პაციენტის ექიმის ურთიერთობებს ხომ არის სადაზღვევო სისტემები იქმნება რომლებშიც შემდგომ ყველა ვალდებული ან იძულებულია ჩაერთოს ამ სისტემების მუშაობაში და არა ისე რომ თქვა სახელმწიფომ უმკურნალოს სახელმწიფომ გადაუხადოს და ასე შემდეგ ათასობით და მილიონობით ადამიანს ჩვენ რა ფორმა შევარჩიეთ თქვენს კითხვაში არის სწორი ელემენტებიც და არის არასწორი გახლავთ ის რომ ნებისმიერ ქვეყანაში ის იქნება ვთქვათ აი ძალიან განვითარებულს რასაც ვეძახით ვთქვათ ავიღოთ დასავლეთ ევროპა ანუ ძველი ევროპა ევრო 15 არა ვთქვათ ევრო 27 დღევანდელი არამედ ძველი ევროპა ევრო 15 ხო სადაც ვთქვათ აი ეს ეგრეთ წოდებული რასაც ეძახიან სოციალური კეთილდღეობის საფრანგეთი გერმანია ბელგია სოციალური კეთილდღეობის ქვეყნები საფრანგეთი გერმანია სკანდინავიის ქვეყნები ჰოლანდია ინგლისი და ასე შემდეგ ხო ამ ქვეყნებში რა თქმა უნდა და უმრავლეს ქვეყნებში უნდა ვთქვათ, რომ პასუხისგებლობა ადამიანის ჯანმრთელობაზე არის სახელმწიფო. ანუ სახელმწიფოა მთავარი, მან უნდა შექმნას ისეთი სისტემა, რასაც გეუბნებით ეს სამართლიანი სისტემა, მაგრამ უმრავლეს ქვეყნებშიც დამფინანსებელიც, ვთქვათ, 70-80% თუ 65-80% სამედიცინო სერვისებისა სხვადასხვა ფორმით გამოდის სახელმწიფო. ჯანდაცვა დავიმახსოვროთ მინდა იცოდეთ რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფუფუნებაა. ჯანდაცვაზე მთლიანად მთელ მსოფლიოში იხარჯება მთელი მსოფლიო ეკონომიკის დაახლოებით 10%. ეს ძალიან დიდი ციფრია. დაახლოებით აი მე ბოლო ციფრებს გეტყვით 2011-ის მაქვს თქვა ბოლო ციფრები რომ 7.5 ტრილიონი ამერიკული დოლარი იხარჯება ჯანდაცვაზე მთელ მსოფლიოში. მაგრამ პრობლემა სწორედ ის არის რომ ამ 7.5 ტრილიონის 80% იხარჯება განვითარებულ დაახლოებით 30 ქვეყანაში და დანარჩენ აი რაც წინა გადაცემაში იყო აქ 170 თუ 160 ქვეყანაში იხარჯება ის დანარჩენი 20%. მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზს უსვავ ნებისმიერი დაზღვევა თქვათ და ეს სოციალურად ეგრეთ წოდებული კეთილდღეობის ქვეყნები და დაზღვევის აკვანი გახლავთ გერმანია საიდანაც ზოგადად დაზღვევა დაიწყო იქ დაზღვევა გახლავთ სავალდებულო სადაც კანონი ადგენს გერმანიაში რომ ყველა ადამიანმა უნდა გადაიხადოს კანონით თავისი შემოსავლის 14%. 7%-ს უხდის დამქირავებელი, 7% მან თვითონ უნდა გადაიხადოს და მან იცის რომ ეს 14% მიდის მისი და მისი ოჯახის ჯანმრთელობისთვის. იკრიბება გარკვეულ ჯანმრთელობის ფონდებში და იცის მან გარანტირებულია რომ მას რო რამე დაემართება. ნუ თქვა სხვა ქვეყანაში როგორც არის ინგლისი, იქ სხვა ფორმაა, იქ
დაზღვევა არ გახლავთ, იქ არის სახელმწიფო ვალდებულება, რომ თქვენ იხდით გარკვეულ რაოდენობას თქვა თანხისას გადასახადით. ჩვენთან რა სიტუაცია? ჩვენთან არის ის ფორმა, რაც ვითარდება ეგრეთ წოდებული შერეული ფორმა დღეს ჩვენთან, სადაც რა თქმა უნდა ძირითადი დამფინანსებელი გახლავთ სახელმწიფო თავისი ბიუჯეტიდან და ამავე დროს პარალელურად ხდება ეგრეთ წოდებული ნებაყოფლობითი დაზღვევა ვითარდება, როდესაც თქვათ თქვენ ნებაყოფლობით არასავალდებულოთ, არამედ ნებაყოფლობით შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც საბაზისო მომსახურეობა, ისე დამატებითი მომსახურეობა სახელმწიფო გარანტიების ზემოთ. კეთილი, ბატონ ამირა, მოდით ახლა ვისაუბროთ პირველად ჯანდაცვაზე. ჩვენ ძალიან საინტერესო მოსაუბრე ვზანდებით, საინტერესო რესპონდენტი, მაგრამ ჩვენ შეზღუდული დროში. მოდი ბანდო მაყურებელს მივცეთ პირველად საშუალებას თავის. და შემდგომ პირველად ჯანდაცვაზე ვისაუბროთ. მოგესალმებით ეთერში ხართ. დიახ, გისმენთ. 4 წელი ვიყავი აკელედეში აგრიხვალზე თვალის ოპერაციასთან დაკავშირებით. 4 კილომეტრ მოგზავნით თუნივეჯით და მითხრეს, რომ კომპანია დაკოტრდა და ეხლა საყოველთაო დაზღვევაზე ამიყვანეს და კიდე მითხრეს, რომ 2-დან 4 წლამდე უნდა კიდე ველოდო. საინტერესოა, მათ შევასო დაავადებიდან ის ოპერაცია მათ აღარ სამწესდება. გმადლობთ. ხო, ვიყავი 4 წელი ქარი. კეთილი, გასაგებია. ეს ამ საკითხთან დაკავშირებით ისედაც ვაპირებდით საუბარს ბატონ ამირან გამყრელიძესთან და მოდი ბარემ ასე ვთქვათ სადაზღვევო კომპანიების და სახელმწიფოს ურთიერთობას ეხება ესეც ჩვენი მაყურებლის ეს პრობლემა. სხვათა შორის არის ასეთი წინააღმდეგობები, შეიძლება ასე ითქვას, როდესაც ეუბნებიან, რომ გეგმიური ოპერაციაა და ამიტომ 6 თვის მერე გაგიკეთდება ეს ოპერაცია. ან გაკოტრდა სადაზღვევო კომპანია და ეხლა ეუბნებიან, რომ უნდა გადაუტანონ, კიდე გადაუტანონ და მე შეიძლება ადამიანს უბრალოდ ეს ოპერაცია აღარც დაჭირდეს. მე ერთხელ ვისაუბრე ამ სტუდიაში ერთ შემთხვევასთან დაკავშირებით, როდესაც 7 წლის ბავშვს უთხრეს, რომ 7 ივლისს უნდა გაგიკეთოთ ოპერაცია 6 თვის შემდეგო და ოჯახმა მე 3 დღის წინ მაცნობეს დამირეკეს და მითხრეს, რომ შეაკოწიწეს ფული სოციალურად დაუცველთა ბაზაში ეს ოჯახი და გაუკეთეს ოპერაცია ბავშვს თვალზე და წაიღეს, არ ვიცი, დასათესად, ხო, ასე ქვია ამას. ონკოლოგიურ საავადმყოფოში თურმე სიმსივნური კვანძი ქონია ამ ბავშვს და უნდა გაეკეთებინათ 6 თვის მერე ოპერაცია. ამ შემთხვევაში რას უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი, ბატონ ამირა, როგორ უნდა მოიქცნენ ადამიანები, რომლებსაც ახლა აქვთ შედარებით მსუბუქი, ასე ვთქვათ, მდგომარეობა, 6 თვის მერე შესაძლოა ღმერთმა ყველა დაიფაროს, აღარც გახდეს საჭირო ოპერაცია. მაგრამ, გეგმურ ოპერაციად ჯდება ესენი. როგორ უნდა მოიქცეს ხალხი, რომ მიიღოს სიკეთე საყოველთაო ჯანდაცვის? ეს პრობლემა არ არის მარტო საქართველოს პრობლემა. ნებისმიერი ქვეყნის, მათ შორის ძალიან განვითარებული ქვეყნების, ავიღოთ ვთქვათ ინგლისი. დიახ. ხო? სადაც არის სახელმწიფო ანუ სახელმწიფო უზრუნველყოფს ყველაფერს თითქმის. ყველა ამ ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ეს პრობლემა დგას, როდესაც ქრონიკული დაავადებების ის რაც ვთქვათ არ არის გადაუდებელი, მათ დიაგნოსტიკაზე და შესაბამის სამედიცინო მომსახურებაზე არის გარკვეული რიგები. ამ პრობლემას ჯერჯერობით ვერც ერთმა სახელმწიფომ ვერ მოუარა, რომ თქვათ შენ რამე გჭირდება და თუ ეს არ არის, რა თქმა უნდა, თუ ეს გადაუდებელია, რომ ოპერაცია უნდა გაკეთდეს აუცილებლად დღეს და ამან თუ არა დაავადყოფი დაიღუპება, ამას ქვია ურგენტული შემთხვევა, ხო, ჩვენს ენაზე, იქ აუცილებლად ნებისმიერი ქვეყანა და მათ შორის საქართველოს საყოველთაო ჯანდაცვა უზრუნველყოფს, რომ მას ოპერაცია გაუკეთდეს დღეს, ხვალ, ზეგ, ანუ უმოკლეს პერიოდში. მაგრამ იქ სადაც არის სადაც ახლა იქ ალბათონმა დარეკა, რომელსაც ალბათ დარწმუნებული ვარ, მე კარგად არ მესმოდა, მაგრამ მივხვდი, რომ არის კატარაქტა ალბათ. ის გამოც მან მიმართა, რომელიც პრინციპში ითმენს ეს ისეთი დიაგნოზია, რომელიც შეიძლება გაკეთდეს 1 თვის, 2 თვის, 3 თვის შემდეგ. თუმცა ეს უნდა შეაფასოს, რა თქმა უნდა, დიაგნოსტიკის დროს. დიახ, ეს უნდა შეფასდეს ექიმის მიერ და არა ვთქვათ, ასე როგორ გითხრათ, ფუნქციონერის მიერ, სადაც თქვათ მას საბუთები მიაქვს და მარტო საბუთით არა. რა თქმა უნდა, ეს უნდა შეაფასოს ექიმმა და მან უნდა გადაწყვიტოს, რომ თუ აუცილებელია, მაშინ ის აძლევს თქვათ რეკომენდაციას სახელმწიფოს შესაბამის ორგანოს, ვინც ამაში ფულს იხდის, რომ აუცილებელია, რომ ოპერაცია გაკეთდეს და ეს დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ეს გაკეთდება გადაუდებლად. მაგრამ თუ ეს ითმენს,
ეს კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს რიგის პრობლემა არის საერთო პრობლემა. ამიტომაც არის, რომ იმ განვითარებულ ქვეყნებში ადამიანების ნაწილი კიდევ გარდა სახელმწიფო უზრუნველყოფისა და სახელმწიფო გარანტიებისა ყიდულობს დამატებას, ეგრეთ წოდებული კერძო სადაზღვევო კომპანიებიდან, რომელიც უზრუნველყოფს აი ამ თავისი ავადმყოფის უკვე დამატებითი, ვთქვათ, სუბსიდირებით უკვე ამ რიგის მოხსნას და ასე შემდეგ. ამის ძალიან ბევრი მექანიზმები. არც ასე ვთქვათ, პაციენტის კულტურა არსებობს. პაციენტზე არ არის. წელიწადში ორჯერ გაესინჯო და მაინც არ დაიმძიმო ჯანმრთელობის მდგომარეობა. თუმცა ამასაც გარკვეული სახსრები ჭირდება, ამასაც ხარჯები ჭირდება. ბატონ ამირა, პირველადი ჯანდაცვა. როგორ უნდა დაიზღვიოს, რა შეიძლება გააკეთოს სახელმწიფომ და როგორ უნდა დაიზღვიოს თავი მოსახლეობამ იმის გარდა არ დაუმძიმდეთ მდგომარეობა. ერთ-ერთი ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის, თქვენ ბუნებრივია, ჩემზე კარგად გახსოვთ და ჩემზე კარგად იცით, რომ რეგიონებში, სოფლებში მუდმივად მეთვალყურეობის ქვეშ იყვნენ ბავშვები განსაკუთრებით და რა თქმა უნდა მოზრდილებიც. დღეს ეს სისტემა მთლიანად მოშლილია და არ ვიცი ამას რას დავაბრალოთ ბოლო 10 წელს, ბოლო 20 წელს თუ რასაც ამბულატორიები ფაქტობრივად აღარ არსებობს და ეს ზოგადი პროფილის ექიმებიც აღარ არსებობს. ერთი პერიოდი იყო ოჯახის ექიმის ინსტიტუტის შემოღების მცდელობა, თუმცა როგორც ჩანს არც ამან არ გამოიღო შედეგი, იმიტომ რომ ბავშვები რეგიონებში და დიდებით საკმაოდ მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვთ. ახლა რა თქვენი აზრით რა უნდა გაკეთდეს იმისთვის რომ ეს ვითარება გამოსწორდეს და შემდგომ უკვე რიგები არ იდგეს საავადმყოფოებთან. სამწუხაროა, დიახ, გეთანხმებით, რომ და მინდა თქვენც და მოსახლეობამაც იცოდეს, რომ პირველადი ჯანდაცვა მე ასე ვეუბნები ხოლმე სტუდენტებს, სადაც ან ახალგაზრდა ექიმებს, რომ პირველადი ჯანდაცვა გახლავთ ხერხემალი ჯანდაცვის სისტემის. ანუ ყველაზე წარმატებული ის ქვეყნებია ჯანდაცვის თვალსაზრისით, სადაც გამართული პირველადი ჯანდაცვის სისტემა არის. პირდაპირ ციფრს გეტყვით, ეს საერთაშორისო ციფრია, რომ კარგად გამართული პირველადი ჯანდაცვის სისტემა ხსნის 75-80% პირველად დონეზე ადამიანის ჯანმრთელობის პრობლემებისა. ანუ კარგი ოჯახის ექიმს სჭირდება მხოლოდ 20% შემთხვევაში რეფერალი, რომ პირველადი ჯანდაცვიდან გაგზავნოს ადამიანი საავადმყოფოში ან სხვადასხვა დიაგნოსტიკურ ცენტრში. ამიტომ თუ სისტემა არის გამართული, მაშინ რა თქმა უნდა ეს რეფერალი საავადმყოფო და ამავე დროს პირველადი ჯანდაცვა გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე ხარჯთეფექტური და ხარჯდამზოგველი სისტემის შემდგომში უკვე აღარ აქედან გამომდინარე ჩვენ ყოველთვის ნებისმიერი სტრატეგია რაც დაწერილა ჯანდაცვაში ყოველთვის პირველად ჯანდაცვას ექცეოდა დიდი ყურადღება და ერთ-ერთი ყველაზე დიდი მე მინდა იცოდეს საქართველოს მოსახლეობამ მე მახსოვს 2004 წელს ჩვენ ბოლოს როდესაც ვაბარებდით სისტემას მაშინ დაახლოებით 50 მილიონის გრანტი და სოფლიო ბანკის კრედიტი იქნა სწორედ დატოვებული იმისთვის რომ განვითარებული იყო და დაიწერა მშვენიერი კონცეპტუალური გეგმა თუ როგორ უნდა განვითარებული იყოს საქართველოში პირველადი ჯანდაცვა. შემდეგ ახლა მე აღარ მინდა აქ ვთქვათ იმაში შესვლა, სხვადასხვა მიზეზების გამო მოხდა ვთქვათ აი ამ სისტემის ნიველირება, არასწორ ჩარჩოებში მიმართვა და ეს სტრუქტურა დღეს პირდაპირ შემიძლია გითხრათ სრულიად მოშლილია ქვეყანაში. აი მე ახლა როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ვაწყდები ძალიან დიდ პრობლემებს იმუნიზაციის გამართვაში. იმუნიზაცია გახლავთ მედიცინაში ყველაზე უფრო როგორ გითხრათ მნიშვნელოვანი ასე შეიძლება ითქვას, რომელმაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე. და იმუნიზაცია სწორედ მიბმულია პირველად ჯანდაცვაზე. იმიტომ პირველად ჯანდაცვის ექიმს აყავს აყვანილი აღრიცხვაზე თავის ირგვლივ მყოფი ბავშვები. და ეს აუცილებელია, რომ ყველა ბავშვი 5 წლის ასაკში მან დაამთავროს ეს იმუნიზაცია. დღეს ეს ბავშვები სად არიან მიმაგრებული, რომელ პოლიკლინიკებზე, რომელ ოჯახის ვინ არის აცრილი, აბსოლუტურად მოშლილია ეს სისტემა და ძალიან ბევრ მაგრამ აი ახლა თანდათან სახელმწიფომ გადადგა ძალიან რადიკალური ნაბიჯი, რომ ეს სოფლის ექიმის ინსტიტუტები გადმოიყვანა ისევ დააბრუნა თავის სისტემაში. ეს მოხდა ახლა იანვარ-თებერვალში ხდება ეს და თანდათანობით სახელმწიფო აუნაზღაურებს ამ ადამიანებს. პირდაპირ მოხდება სოფლის ექიმების სახელმწიფოს მიერ დაკონტრაქტება და
მათი თქვათ მათ ოდნავ სახელმწიფო საკმაოდ გვერდში უდგება, მათი ანაზღაურებაც გაიზრდება, მაგრამ გაიზრდება ასევე მოთხოვნა, რომ ის რაც პირველად ჯანდაცვის ექიმმა უნდა გააკეთოს, ის უნდა შესრულდეს და დარწმუნებული ვარ, რომ აი ამ წლის განმავლობაში პირველად ჯანდაცვა, როგორც მე ვიცი, და ხშირად ვესწრები შეხვედრებს სამინისტროში, არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, ისევე როგორც სასწრაფო დახმარების განვითარება ქვეყანაში, აი ეს ორი რგოლი პირველადი ჯანმრთელობის დაცვისა და თუ ეს ორი რგოლი წელს კარგად გაიმართა ამ საყოველთაო ჯანდაცვასთან მთლიანად კომპლექსში დარწმუნებული იყავით, რომ ადამიანები და მოსახლეობა სერიოზულ შვებას იგრძნობს. მაყურებელი გვიკავშირდება კვლავ და მისი შეკითხვის თუ მოსაზრების შემდეგ გადავიდეთ ნარკოპოლიტიკის თემაზე, რომელიც ასევე მნიშვნელოვანი არის ჩვენი მაყურებლის და მსმენელისთვის და არ მინდა რომ დრო ისე გაგვეპაროს ამ საკითხს არ შევეხოთ. მოგესალმებით, ეთერში ხართ. მაინტერესებს რამდენად სწორია პოლიკლინიკებში პატარა ბავშვები, პენსიონერები, მოხუცები, ყველა ერთნაირად დგას რიგებში და ნუ აი რამდენად შეიძლება ერთსაერთოდ გამართლებული იყოს თქვენი აზრი. კეთილ გმადლობთ. ერთ-ერთი პრობლემა არის ის, რომ რიგებში ჩვილი ბავშვები, პატარა ბავშვებით და მოხუცები ყველა ერთად და მოზრდილები ერთად დგანან ყველანი რიგში და ზოგს სხვა დაავადება სჭირს და ზოგს რა და ყველა ერთად ელოდება ექიმს. აი ეს რამდენად გამართლებული, ანუ რანაირად შეიძლება? ნუ ეს უკვე თვითონ პოლიკლინიკის და პირველად ჯანდაცვის დაწესებულების მენეჯმენტის პასუხისგებლობაა. მათ ისე უნდა აწყონდათ დღეს სწორედ კომპიუტერული ტექნოლოგიებით ეს სავსებით შესაძლებელია, რომ რიგის პრობლემა ისე აეწყოს, რომ ადამიანი სწორედ ჩაეწეროს იმ დროს და არ მოუხდეს მას თქვათ 2 საათი, 3 საათი რიგში ყოფნა და თქვათ იყოს მოცდის რიგი 10, 15, 20 წუთი, მეტი არა. ეს არის მენეჯმენტის პრობლემა. კეთილი. იმედია გამოსწორდება ეს. რაც შეეხება ნარკოპოლიტიკას, ბატონო მირან, როდესაც კონკრეტული ნივთიერებები და მისით დამზადებული პრეპარატები გადადიოდა ფსიქოტროპულ აფთიაქებში, ამის შესახებ საზოგადოებას ჰქონდა ინფორმაცია რამდენიმე თვით ადრე და ვიცოდით, რომ ეს ასე უნდა ყოფილიყო. თუმცა სინთეთიკურ ნარკოსაშუალებებზე, იგივე ბიო ნარკოტიკებზე ჯერჯერობით კონკრეტული ვადები არ არის ცნობილი არც ჟურნალისტებისთვის, არც ჩვენი მაყურებლის და მსმენელისთვის, თუ როდის მოხდება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა აი ამ პრეპარატების წინააღმდეგ. თქვენ რა ინფორმაცია შეგიძლიათ მიაწოდოთ საზოგადოებას და როგორი ნარკოპოლიტიკა იწარმოებს აი ამ კონკრეტულ ნივთიერებებთან დაკავშირებით? მე კითხვა ასე მესმის, რაც პირველი ნაწილი თქვენი კითხვისა, ის უკვე ხორციელდება, ანუ ქვეყანამ წელს ძალიან რადიკალური ნაბიჯი გადადგა, რომ გაამკაცრავთ იმ რამოდენიმე პრეპარატზე და ჯგუფზე პრეპარატებისა რეცეპტები შემოვიდა ეგრეთ წოდებული მეორე ჯგუფის რეცეპტები, რომელიც ფსიქოტროპული პრეპარატები რომელზეც ფსიქოტროპული პრეპარატები იწერება და ის პრეპარატები, რომლისგანაც ეგრეთ წოდებული ეს სააფთიაქო ნარკომანია წამოვიდა, ეს ტერმინი ალბათ ხშირად გესმის. ანუ ის იმ პრეპარატებს, რომელსაც ადამიანები და ახალგაზრდობა ყიდულობდა ურეცეპტოდ და იქიდან შემდგომ გარკვეულ ნაზავებს აკეთებდა და ამას იყენებდა როგორც ვთქვათ ნარკოტიკს, დღეს ის ხელმისაწვდომი აღარ არის. ანუ ასეთ ვთქვათ დარღვევაზე თუ ურეცეპტოთ ამას რომელიმე აფთიაქი გასცემს, არის ძალიან სერიოზული ჯარიმები და ძალიან სერიოზული ვთქვათ დასჯის მექანიზმი. მაგრამ მხოლოდ ჯარიმებით ანტინარკოტიკული არა, ეს ერთი ნაწილია, რომ ერთი ნაწილია იმისა, რომ აბსოლუტურად მიტოვებული იყო ქვეყანაში პრეპარატების შემოსვლის, იმპორტის კონტროლი, რომელიც გამოიყენებოდა, ანუ მათი დანიშნულების, თქვათ, გამოყენება თუ ჭირდებოდა იყო, თქვათ, 5%, ამ ტიპის პრეპარატი შემოდიოდა 300, 400, 500%-ით მეტი, გამიგეთ, ანუ იმის დანიშნულებით მოხმარებაზე შემოდიოდა, თქვათ, ცხადი იყო, რომ არადანიშნულებისამებრ მიდიოდა ეს სამარი. ამიტომ ეს გახდა ერთ-ერთი სერიოზული ბიზნესის წყარო და დღეს სახელმწიფომ ეს გადაკეტა. ეხლა ჩვენზეა საზოგადოებაზეც დამოკიდებული და რა თქმა უნდა იმ ადამიანებზეც, ვინც ამ პრეპარატებს დანიშნულებით გამოწერს, ამ დანიშნულებით გასცემს, თუ რამდენად კეთილსინდისიერად თუ არა და უნდა ამუშავდეს შესაბამისი, რა თქმა უნდა, საჯარიმო და დასჯის მექანიზმები. ეს აუცილებელი გახლავთ. ის რაც მეორე თქვენ შემეკითხეთ, ის ეხება უკვე იმ ბიო აი როდიდან ის არ გახლავთ პრეპარატები, გამიგეთ? საქმეც ის არის, რომ ეს არის ეგრეთ წოდებული სხვადასხვა ქიმიური შენაერთები, რომლებიც არ გადიან სამედიცინო პრეპარატების რიგში.
და ისინი შემოდიოდნენ, ისინი არიან სხვადასხვა და ამანათებით იღებდნენ საშუალებები და ასე შემდეგ, თუმცა შინაგანი საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადების მიხედვით დადგენილი არის 9 ბირთვი ამ ნივთიერებების. გეთანხმებით და სწორედ ნარკომაფია ძალიან ძლიერია, გამიგეთ, ამიტომ ამ ნივთიერებებიდან ხდება გამონაწვლილი ან ამ ნივთიერებების გამოყენება ამ სხვადასხვა ცვლილებებით, რომელიც შეიძლება გამოიყენო, თქვათ, ამ ნარკოთრობის გამოსაწვევად. როდესაც ეს უკვე, თქვათ, რამოდენიმე ხანია ეს ფაქტები ფიქსირდება ქვეყანაში, დღეს ამის მიმართაც იდგმება რადიკალური ნაბიჯი, ანუ კანონში შედის შესაბამისი ცვლილებები, რომ ეს ამ პრეპარატების გამოყენება, თუ ამ ნივთიერებების გამოყენება იყოს დასჯადი. ბატონო ამირად, ბატონმა დავით სერგეენკო. რა თქმა უნდა, თქვენ მეუბნებ კითხეთ, რომ ნარკოპოლიტიკაში დასჯა ეს და აკრძალვა გახლავთ ერთი, მეორეა სხვა კიდე მიმართულება. აი ახლა ამ სხვასთან დაკავშირებით, ანტინარკოტიკულ პოლიტიკაზე საუბრის დროს ბატონმა დავით სერგეენკო მინისტრმა დაასახელა ჩანაცვლებითი თერაპია, დეტოქსიკაცია, სტაციონალური, გაცრავად, ამბულატორიული და რეაბილიტაცია. დიახ. საიდან უნდა დავიწყოთ? თუ ყველა ერთად. არ უნდა დავიწყოთ, დაწყებულია ქვეყანაში ბევრი რამე და ეს უნდა განვითარდეს. განვითარდეს ბატონმა დავითმა რაც ბრძანა, ეს გახლავთ კლასიკური მაგალითი მიდგომისა ნარკოდამოკიდებული ადამიანის მიმართ. სხვათა შორის მე გარკვეულად ვამაყობ იმით, რომ საქართველო პირველი იყო პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, რომელმაც ნარკომანია 2003 წელს აღიარა დაავადებად და არა დანაშაულად. და ეს ჩაიწერა კანონში, რომელიც პარლამენტმა მიიღო 2002-ში თუ 2003-ში ზუსტად არ მახსოვს. ეს იყო ძალიან მძიმე ბრძოლის შედეგი, რომ და ეს იყო თქვენი გამარჯვების შედეგი. ეს იყო პირველი პოსტსაბჭოთა სივრცეში, როდესაც ნარკომანია აღიარებული იქნა დაავადებად და რომ ეს ადამიანი არის ავადმყოფი და მას უნდა უმკურნალო და არ გაუშვა ყოველთვის ციხეში. ამის შემდეგ შემოვიდა პირველი ეს მეტადონის ჩანაცვლებითი პროგრამა, რომელიც მერე გამდიდრდა კიდევ სხვა ჩანაცვლებითი საშუალებებით და ეს საქართველოში ფუნქციონირებს დღესაც დაახლოებით 2000-მდე თუ არ ვცდები, შეიძლება მეშლება ზუსტად ციფრი ათეულებში 2000-მდე ადამიანი იმყოფება ჩანაცვლებით თერაპიაზე. თქვათ, დეტოქსსაც აფინანსებს სახელმწიფო, აფინანსებს გარკვეული ლიმიტით და არის ზუსტად ახლა ვერ გეტყვით რამდენს წელიწადში, მაგრამ არის დეტოქსი ტარდება თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რამოდენიმე ადგილზე. რაც ყველაზე სუსტი ადგილია ჩვენთან, ეს არის ფსიქოთერაპია, ამ ადამიანების და ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და სარეაბილიტაციო თერაპია, რომელსაც ჯერ მოვიკოჭლებთ იმ თვალსაზრისით, რომ ამას სჭირდება სერიოზული ფინანსები ჭირდება. სერიოზული ინვესტიციები. თუმცა ამ ხრივაც იდგმება ნაბიჯები და დარწმუნებული ვარ, რომ აი ეს ეგრეთ წოდებული ოქროს სტანდარტი, რაც წამალდამოკიდებულ ავადმყოფებთან მიმართებაში უნდა იყოს, მე მხედველობაში მაქვს სამედიცინო თვალსაზრისით მიმართებაში, ეს ქვეყანაში განხორციელდება. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, აქ თუ არ მოხდა გარკვეული კონსენსუსი, ეს გახლავთ სოციალური დაავადება, ეს გახლავთ სოციალური პრობლემა ქვეყანაში და თუ არ ხდება კონსენსუსი მთავრობას, სახელმწიფოს, საზოგადოებას შორის, რთულად ყალიბდება მაშინ ეს. აქ უნდა იყოს დაბალანსებული პოლიტიკა. ჩვენ შეგვიძლია და ეხლა სერიოზული დოკუმენტია საქართველოს ახალი სტრატეგია ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით, რომელიც შექმნილია და არის ეს დოკუმენტი თავისი სამოქმედო გეგმით, მაგრამ ამის განხორციელებას კიდევ ერთხელ ვამბობ, სჭირდება საზოგადოებრივი კონსენსუსი, რომ ჩვენ საზოგადოება მზად უნდა იყოს იმისთვის, რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს სახელმწიფო. უნდა მოვამზადოთ საზოგადოებაში და ამდენად საგანმანათლებლო მუშაობა, რომელიც როგორ უნდა ჩაერთონ განათლების სამინისტრო, განათლების სამინისტრო, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს ნარკომანია არ გახლავთ მარტო ჯანდაცვის სამინისტროს პრეროგატივა. ნარკომანიის პრობლემას უნდა ინტერსექტორალური მიდგომა, როგორც ძალიან ბევრ პრობლემას. აქ წამყვანია განათლების სამინისტროს როლი, თქვათ, მოსწავლეებში, სკოლის სტუდენტებში და ასე და ასე შემდეგ. აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს აქტივობებს და მათ აქტიურობას ამ თვალსაზრისით. აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობის. აქ მნიშვნელობა აქვს მიწოდება, რომ შემცირდეს, თქვათ, შინაგან საქმეთა სამინისტროს და ძალოვანი სტრუქტურების შესაბამის ქმედებებს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, თვითონ საზოგადოებრივი კონსენსუსი, აი თქვენი გადაცემები, რაც შეიძლება მეტი ამ საკითხზე, რაც შეიძლება მეტი ტოქ-შოუები, რომ ადამიანებმა ნახონ და მაგალითები ამისა და რაც კანონით არის, იმას უნდა მივდიოთ. აი, თქვათ, თამბაქო არ გახლავთ,
მაგრამ თამბაქო დამოკიდებულებას გახლავთ მე არ მინდა ახლა ძალიან კაცრად ვთქვა, მაგრამ ეს ის დამოკიდებულების ერთ-ერთი სახეა, ხო? თქვენ სასტიკი წინააღმდეგი იყავით თამბაქოს წარმოებლებისთვის შეღავათების და ვარ კიდეც და ახლა მომზადებულია ცვლილებები 6 კანონ პროექტში, რომელიც მალე შევა პარლამენტში, ახლა სწორედ მთავრობაში იხილება ესენი და გამკაცრდება ზოგიერთი ის, მაგრამ სამაგეროდ ჩვენ კანონში ხშირად ვწერთ, მაგრამ დღესაც კანონში ბევრი რამე წერია თამბაქოს შესახებ, მაგრამ არ იცვება ეს, გამიგეთ ამის მონიტორინგი უპირველესად სახელმწიფო დაწესებულებები არ იცავენ ბატონ ამბია. თქვენ წარმოიდგინეთ სახელმწიფო დაწესებულებებში უფრო შემოვიდა კულტურა ბევრი. სერიოზული. მე ახლა რო ვადარებ ბოლო 20 წლის თქვათ სურათს რო ვდებ, თქვათ იგივე ჩვენთან სამანტყოფოებში, სამედიცინო დაწესებულებებში, საჯარო დაწესებულებებში, უკვე შიგნით თითქმის აღარ, მაგრამ ძალიან დიდი პრობლემაა აი სამასპინძლო დაწესებულებებში თამბაქოს საკითხი. რესტორნებში რო შეხვალ, დღეს კანონით დადგენილია, რომ 30% გამოყოფილი უნდა იყოს არამწევრი. აი ნახეთ თქვენს გვერდზე რესტორანია თუ არის, თქვათ ასეთი არსად არ არის. არსად ეს არ იცვება. მაგრამ მე ერთი რამე მახსოვს კიდე აი ბოდიში, ანუ მე მახსოვს რომ 2003 წლის 1 იანვარს უნდა შესულიყო ძალაში კანონი, რომ საჯარო დაწესებულებებში არ შეიძლებოდა მის შემდეგ კანონი ორჯერ კიდე შეიცვალა 2008-ში, 2010-ში. ბატონო, მე კარგად მახსოვს ის, რომ სახელმწიფოს ნომერ 1 დაწესებულებაში, იქ სადაც რეზიდენცია იყო პრეზიდენტის სახელმწიფო კანცელარიაში 2003 წლის 1, 2, 3 იანვარს შეულებრივად საფერფლეები იდგა ყველა სართულზე კიბის უჯრედებზე. მე მაშინ დავსვი ესეთი შეკითხვა. კანონი ამოქმედა საფერფლეები რაღაც საჭიროა. როგორც აღმოჩნდა, სამწუხაროდ იქაც ვერ სრულდებოდა ეს და ეს არის ძალიან სამწუხარო. იგივე რესტორნებთან დაკავშირებით. თუმცა უცხოეთის ქვეყნებში ბევრი დადის და თქვენ ბუნებრივია იცით ეს ძალიან კარგად, რომ შენობაში კი არა, შენობის ზოგიერთ შენობის სიახლოვესაც კი არ შეიძლება სიგარეტის მოწერა. დიცავენ კანონს მოქალაქეების ჯარიმებია საშინელი კანონმორჩილი. კი ბატონო, მე მინდოდა მაღაზიების შესახებ მეკითხა თამბაქოსთან ხშირად ალბათ ყველა შევსწრები ვართ რაღაცნაირად იმ ფაქტს, როდესაც არასრულწლოვნებისთვის ღია, ასე ვთქვათ, მაღაზიები თამბაქოს. კანონით აკრძალულია. აი ეს როგორ შეიძლება ხა შესაძლოა ზუსტად თქვენი თემა არ იყოს, თუმცა ალბათ მუშაობთ ამ საკითხზეც, როგორ შეიძლება ეს დარეგულირდეს? ამ თემაზეც მუდმივად არის კამათი, განსჯა, მაგრამ მაინც 14-15 წლის ბავშვები მოიხმარენ თამბაქოს თავისუფლად. უმწვავესი საკითხია გეთანხმებით. დღევანდელი კანონმდებლობით არასრულწლოვანზე მიყიდვა არ შეიძლება, არ შეიძლება ღერებით გაყიდვა თამბაქოზე, რომელსაც ხშირად იყენებენ არასრულწლოვნები, არ შეიძლება სკოლიდან 100 მეტრის რადიუსში იყიდებოდეს და ეხლა ძალიან არ მესიამოვნა პარლამენტ არ მინდა ეხლა გვარები დავასახელო ინიციატივით გამოდიან ზოგიერთი პარლამენტარები რომ ეს როგორი ის არის რომ ანუ ამ დღევანდელი კანონით 100 მეტრის რადიუსში გაყიდვა თამბაქოსი სკოლასთან და სასწავლო დაწესებულებასთან არ შეიძლება. ფაქტობრივად შეიძლება ზოგიერთ უბანში საერთოდ არ უნდა ამიტომ შემოდია ეხლა გარკვეული წრე ადამიანებისა შედის წინადადებით რომ ეს შეამცირონ. პირიქით ეს უნდა უფრო გაძლიერდეს, იმიტომ რომ არ შეიძლება ბავშვი ხედავდეს ამას. მაყურებელია, პირდაპირ ეთერში ახლა მას მოусმინოთ და შემდგომ ვისაუბროთ კიდე რისკებზე. დიახ, გისმენთ. დიახ რა მინდოდა მეთქვა რა ახლა რასაც მე გეტყვით ნუ თუ ახლა შემგან გაიგეთ პირველ რა თუ აი ეს ამის პასუხი მაინტერესებს მარტო და ჯერ ერთი რაც შეეხება ნარკომანიას ისრაელისგან უნდა გადაიღოთ რა ისრაელისგან როცა ადამიანს გონება არ ემორჩილება და არ უჭრის არა და გონებას უსწრებს შე გადაიწერეს ისრაელში არის საკითხი მოგვარებული 5 ანგზე და ახლა მეორე რა მინდა გითხრათ აი ამ დაზღვევაზე რო იყო ახლა ლაპარაკი საყოველთაო დაზღვევაზე. ახლა ჩემი ზომა ზავ დაემართა რა მორდა. კაცია დაუშვოთ სოციალურად დაუცველი. ღარიბი ქალია, ბავშვი არ აქვს მნიშვნელობა, ადამიანია რა და ატკივდა კბილი დაუჭირდა, ხდება. ღმოის კებლებზე დადის. რა უნდა გქნას იმან? აი თქვენი დაზღვევა, აი რა უნდა გააკეთოს კაცმა რომელიც ხდება რა კბილის კბილი და აუტანელი კბილის კბილი. თქვენი დაზღვევა ეს საყოველთაო გასაგებია. გეთანხმებით, მე კიდევ ერთხელ აბსოლუტურად ვეთანხმები მსმენელს, იმიტომ რომ სამწუხაროდ კიდევ ერთხელ ვამბობ, დღეს საყოველთაო ჯანმრთელობის პაკეტი არის რომელიც უზრუნველყოფს საბაზისო სამედიცინო მომსახურეობას. ანუ საბაზისოში იგულისხმება ის განსაკუთრებული შემთხვევები და ასევე განსაკუთრებული ვთქვათ ქრონიკული დაავადებები, რომლის გამოც ადამიანს და სამწუხაროდ სტომატოლოგია ჯერჯერობით
ჯერჯერობით. თუმცა ესეც რასაც ბრძანებს შეიძლება როგორც გადაუდებელი შემთხვევა იქნეს განხილული და ამ შემთხვევაში გააჩნია რა მდგომარეობა აქვს. ბატონო ამირან, აუცილებლად უნდა გკითხოთ ვირუსებთან დაკავშირებით იმ სიტუაციასთან, რაზეც ხშირად გიწევთ ხოლმე კომენტარის გაკეთება, როგორც ვიცით, სამტრედიის სათნოების სახლში დაიღუპნენ მოხუცები, 5 მოხუცი დაიღუპა იმის გამო, რომ ვირუსი შეეყარათ. პირველი რაც ყველას აინტერესებს და მეც მაინტერესებს, ვირუსები ზაფხულში უფრო ვრცელდება თუ ზამთარში? ანუ სითბო მათთვის ხელშემწყობია და არის თუ არა სიცივე ხელშემშლელი? აი ეს და შემდგომ როგორ შეიძლება დაიზღვიონ თავი ადამიანებმა ამისგან? გარდა იმისა, რომ თქვა ხელი უნდა დაიბანონ და უნდა ოთახი გაანიაონ ამის გარდა, რა ღონისძიებებს მიმართონ, ექიმთან მივიდნენ, აცრები ჩაიტარონ, როგორ უნდა მოიქცენ ადამიანები? გაზაფხული იცით რომ ეხლა დაიწყება. პირველი ვთქვათ, რომ ვირუსები ყოველთვის არსებობს ზამთარში, ზაფხულშიც. თუმცა იმატებს ვირუსული დაავადებები სიცივესთან ერთად. და განსაკუთრებით იმატებს ჩვენთან ევროპაში ითვლება, რომ დაახლოებით მე-40 კვირიდან იწყება მატება გრიპის მსგავსი დაავადებებისა და გრიპთან ასოცირებული დაავადებებისა და ის სადღაც მთავრდება მომავალი წლის მე-20 კვირისთვის. აი ესეთია ვთქვათ და ძირითადად ამ დროს გავრცელებულია ეგრეთ წოდებული სეზონური გრიპი. გრიპი, კიდევ ერთხელ ვამბობ, აი ეს რასაც ხალხში გრიპოზულ დაავადებას ეძახიან, შეიძლება სხვადასხვა ვირუსისგან იყოს გამოწვეული და მათ შორის ყველაზე უფრო მძიმედ მიმდინარეობს გრიპის ვირუსისგან გამოწვეული გრიპი. იმიტომ რომ შეიძლება თქვენ გქონდეთ გაციება, სურდო, სიცხე და ასე და შემდეგ და ის არ იყოს გრიპის ვირუსით გამოწვეული. როცა ის გრიპის ვირუსით არის გამოწვეული, ის მიმდინარეობს შედარებით მძიმედ. როგორ შეიძლება გაარჩიო? კლინიკურად ამის გარჩევა რთულია და ის მათი გარჩევა ხდება ძირითადად ლაბორატორიული დიაგნოსტიკით. ანუ ეს არის გრიპის ვირუსით გამოწვეული თუ რაღაც სხვა ვირუსებით, მაგალითად რინოვირუსი, ადენოვირუსი, ასე და ასე შემდეგ, სინციტიალური ვირუსი და ასე შემდეგ. ეხლა რაც მოხდა სამწუხარო ფაქტი სამტრედიის მოხუცთა სახლში, სათნოების სახლში, თებერვალში 12 თებერვალს დაგვეღუპა 25 მოხუცი. როგორც დგინდება და დადგინდა ლაბორატორიული ანალიზებით და კვლევით, საბოლოო კიდევ ხვალზე იქნება, იქ ადგილი ჰქონდა სწორედ გრიპის ვირუსის ეპიდაფეთქებას. მე ვერ გეტყვით ის 5 ადამიანი დაიღუპა თუ არა, მაგრამ მაღალი ალბათობით შემიძლია ვთქვა, რომ იმიტომ რომ უკვე გარდაცვალების შემდეგ ეს ანალიზი აღარ კეთდება. მაგრამ იქ ვთქვათ იმ 29 ბინადარიდან შემდგომ ლაბორატორიულად 5-ს დაუდგინდა გრიპის ვირუსი, ლაბორატორიულად 3-ს დაუდგინდა სხვა ტიპის არაგრიპის, მაგრამ რესპირატორული ვირუსები და ალბათ მაღალი ალბათობით იქ ადგილი ჰქონდა გრიპის ეპიდაფეთქებას. და ყველა ამ ადამიანს სიცივე არა, იქ გრიპი გადადის მოგეხსენებათ ადამიანიდან ადამიანზე ვრცელდება წვეთოვანი გზით, ჰაერწვეთოვანი გზით. აქედან გამომდინარე იქ როგორც ახლა წინასწარი მონაცემებით ვიცით, მაგრამ ეს არ დასრულებულა და ვერ ვიტყვი, ალბათ ერთ-ერთ ადამიანს ნახველმა მოუტანა და შემდგომ გავრცელდა. ზოგადად მოგეხსენებათ იმ სათნოების სახლში ძალიან გრიპი ადვილად ემართება თვის. გრიპის ყველაზე ესეთი მოწყვლადი ფენები გახლავან სწორედ მოხუცები, ბავშვები 5 წლის ასაკამდე და სხვადასხვა ქრონიკული დაავადებებით ავადმყოფები. ვთქვათ, ვისაც აქვს გულის ქრონიკული დაავადება, განსაკუთრებით ვისაც აქვს ფილტვების, სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებები, დიაბეტი, ასევე ორსული ქალბატონები გახლავან ძალიან მოწყვლადი. ამიტომ სამწუხაროდ მოგეხსენებათ იმ სათნოების სახლში, სადაც ეს შემთხვევები ჰქონდა, ყველა ადამიანი გახდა 80 წელს ზემოთ და 5 ადამიანში იყო ძალიან მძიმე თამდევი დაავადება. გასაგებია, ანუ გრიპი არ იყო. და გრიპმა რა თქმა უნდა გამოიწვია გართულება ძირითადი დაავადების და შემდეგ ეს სავალალო შედეგი. ახლა რითი შეიძლება დავიცვათ თავი? ბოლო 60 წლის განმავლობაში მტკიცებულებით დადგენილია, რომ საუკეთესო საშუალება გრიპის პროფილაქტიკის
ეს მაგრამ ამავე დროს მინდა გითხრათ, რომ ვაქცინაცია არ არის გრიპის დროს ისეთი 100%-იანი გარანტია დაცვის, როგორც გახლავთ თქვათ წითელას დროს. თუ აცრით ბავშვს, ის 99% შემთხვევაში მას წითელა არ განუვითარდება. ან თუ წითელას გადაიტანს ადამიანი, მას წითელა აღარ დაემართება. ან თქვათ დიფტერიასთან მიმართებაში თუ დიფტერი, ან თქვათ, რა გითხრათ, პოლიომიელიტის აცრის შემდგომ რო 100%-იანი იმუნიტეტი ვითარდება თითქმის და ასე შემდეგ. ანუ გრიპის დროს აცრის შემდგომ და ასეთი შემთხვევა სწორედ სამტრედიის სახშიც ჰქონდა იმ 5 გარდაცვლილიდან ჩვენ 3 აცრილი ყავდა. ანუ წელს სახელმწიფომ პირველად განახორციელა სახელმწიფოს ხარჯზე გარკვეული კონტინგენტის პროფილაქტიკური აცრა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით. ესენი იყვნენ სწორედ მოხუცთა სახლებში მყოფები, ბავშვთა სახლებში მყოფი ბავშვები, სამედიცინო პერსონალი, ვისაც ქრონიკული დაავადებებით დიალიზზე მყოფი და დიაბეტიანი ბავშვები და ასეთები. და მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზს უსვავ, რომ გრიპის საწინააღმდეგო აცრა არ გახლავთ სრული დაახლოებით დაცვის გარანტია იქ არის სადღაც 75-80% და შეიძლება თქვენ აცრილს მაინც დაგემართოთ გრიპი. რა უნდა გააკეთოს ადამიანმა? ერთი კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ სერიოზულად ყველაზე სერიოზული გახლავთ მაინც იმუნიზაცია ყოველწლიური, იმიტომ რომ გრიპი არ გახლავთ, რომ ერთხელ აიცრებით და მერე მთელი ცხოვრება, ის ყოველწლიურად და გარდა მაგისა ყოველწლიურად შტამი იცვლება, თქვათ შარშანტო. ფასოა თუ ფასიანი? რა დაუჯდება ადამიანს ყოველწლიურად? 5-სულიანი ოჯახია, ზოგი 6-სულიანი ბავშვები ყავთ. ეს მნიშვნელოვანი კითხვაა. სამწუხაროდ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არ შედის არც ერთი ქვეყნის ეროვნულ კალენდარში როგორც სავალდებულო ვაქცინაცია. მაგალითად ჩვენთან ჩვენს ეროვნულ შესაბამისად უფასოც არ არის. არა, წელს ჩვენ შევეცადეთ კიდევ ერთხელ ვამბობ გარკვეულ ჯგუფზე ამ კატეგორიისთვის ბავშვებისთვის 4000 ადამიანზე წელს სახელმწიფომ უფასო აცრები ჩაატარა. ამას ემატება კიდევ 2000 შიდციანი ავადმყოფი აიცრა სახელმწიფოს ხარჯზე დაახლოებით 6000. მაგრამ თანდათან მაგალითად ახლა წელს უკვე 2014-ში განსაზღვრული გვაქვს რომ მოუმატოთ ეს რაოდენობა და აი ეს რის ჯგუფები ვინც პირველ რიგში უნდა აიცრას სახელმწიფომ უზრუნველყოს მათი აცრა. დანარჩენი გახლავთ კერძო სექტორში წელს დაახლოებით 10000-მდე ადამიანია აცრილი, თქვათ ნებაყოფლობით, ვისაც ამ ტრადიციად იქცა უკვე ჯანდაცვის ორგანიზაციასთან დაკავშირებით ჩვენი ხუთშაბათის გადაცემები. მე მუდმივად ვსაუბრობ ამაზე, შეიძლება ეს ერთგვარად ვიღაცამ აკვიატებათა ჩამითვალოს, რომ უპირველესად უნდა ყურადღება მიექცეს ბავშვებს. აუცილებელია. და ხო შეიძლება რომ რაღაცა პროგრამა შემუშავდეს, რომ თქვათ ამ ბავშვები აიცრან, რომ მათ არ დაავადებები არ განუვითარდეთ, ან რაღაც დაავადებამ პროვოცირება არ სხვადასხვა დაავადებებთან იმას, რასაც ქვია ბატონო ბონდო, ეგრეთ წოდებული. ბავშვებს როგორ შეიძლება პრიორიტეტად ვაქციოთ? პრიორიტეტია ესა. ვაქცინებით მართვადი დაავადებები, რასაც ქვია და ასეთი გახლავთ რამდენი დაავადება 10 ჩვენთან, რომლის წინააღმდეგაც მიმდინარეობს მანდატორული ან აუცილებელი აცრა, ამას ახორციელებს სახელმწიფო. ისეთი როგორც არის დიფტერია, ტეტანუსი, წითურა, პოლიომიელიტი და ასე შემდეგ, ბ-ჰეპატიტი და ასე შემდეგ. ამის წინააღმდეგ ჩვენთან და ეს აცრები გახლავთ სახელმწიფოს ხარჯზე, ეს გახლავთ უფასო. დიახ. სახელმწიფო წრის. მაგრამ თქვენ შემეკითხეთ გრიპი და გრიპი არც ერთი ქვეყნის სავალდებულო კალენდარში არ შედის. თუმცა ბევრ განვითარებულ ქვეყანაში გრიპის საწინააღმდეგო აი ამ ჯგუფებში, მოხუცებში ის ნებაყოფლობითია. მანდატორული არსად არ არის, გამიგეთ? ნებაყოფლობითია, მაგრამ განვითარებულ ქვეყნებში, რა თქმა უნდა, ბევრგან სახელმწიფო ან შესაბამისი დაზღვევა ამას აფინანსებს და თანდათან ჩვენ ამისკენ მივდივართ კიდევ ერთხელ. იქ სადაც თქვათ არსებობს რაღაცა აფეთქების არა, ნუ გრიპი არავის არ უვლის გვერდს, ყველა ქვეყანაშია, ის არის თქვათ განვითარებული თუ განვითარებული. მე გულისხმობ, რომ თქვათ შეიძლება სკოლაში 10 ბავშვს კონდეს და იმ სკოლაში ჩატარდეს აცრა, რომ თქვათ დანარჩენი ბავშვები არ გადაედო. ჩვენ ახლა რაღაცა ასე ვთქვათ, ისეთ მაგალითებს საუბრობთ, თქვენ უკეთესად იცით გეღიმებათ და ამიტომ ამ თემას აღარ განვაგრძობ და ერთი საკითხი, რასაც მინდა რომ ვისაუბროთ, იმიტომ რომ ჩვენი გადაცემისთვის განკუთვნილი დროც იწურება უკვე, სამწუხაროდ ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა, მაგრამ უნდა გკითხოთ ეგრეთ წოდებულ ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით, რა სტადიაში არის ახლა ეს, ვიცი რომ კერძო სამართლის იურიდიული პირიდან შარშან საჯარო სამართლის იურიდიულ პირად გადაიქცა პრემიერ-მინისტრის ბრძანებით და ეხლა რა სიტუაციაა? ეს არის უზარმაზარი პროგრამა ამერიკული დახმარებისა,
რომელიც განხორციელდა ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს შეიქმნა 100 მილიონი დაიხარჯა. ბევრად მეტი ქსელია შექმნილი ლაბორატორიული ზედამხედველობისა საშიშ ინფექციებზე და მათ ამ ქსელში სადაც შედის 22 ლაბორატორია ჯანდაცვის სამინისტროსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქვეშ იმათი ასეთი რეფერალი მესამე დონის ლაბორატორია გახლავთ ეს ლუგარი რაც თქვენ დაასახელეთ სადაც საშიშ ინფექციებზე როგორც არის ჯილეხი, ბრუცელოზი, იგივე გრიპი, იგივე წითელა, წითურა, თქვათ თუ სხვა კიდევ შეიძლება ნებისმიერი კვლევის ძალიან მაღალ დონეზე და მე შემიძლია გითხრათ რომ რეგიონში ამ ტიპის ლაბორატორია არ არის და იქ ჩვენ გვაქვს დღეს 3 ჯანმრთელობის სოფლიო ორგანიზაციის მიერ აკრედიტირებული უკვე ლაბორატორია ეს გახლავთ პოლიომიელიტის ეს გახლავთ გრიპის ლაბორატორია ანუ ეს ნიშნავს რომ იქ დასმული დიაგნოზი ლაბორატორიულად აღარ ექვემდებარება თქვათ გადამოწმება აღარ ჭირდება ბატონო ამირან ჩვენი საერთოდ რა მოიწრო თუმცა მე აუცილებლად უნდა შეგეკითხოთ მაყურებლის შეკითხვა მოგვივიდა ჩვენს ოფიციალურ ვებგვერდზე თუ არის კვლევები ამ ლაბორატორიაში რომელიც იკვლევს რამ განაპირობა ბავშვების დიდი რაოდენობის დაავადება ლეიკემიით და რატომ გაახალგაზრდა ინფარქტი აი ესეთი შეკითხვა მოვიდა ჩვენს ვებგვერდზე ძალიან აინტერესებს მაყურებელს არა ამ ლაბორატორიაში ეს არ ხდება ამის კვლევა მე მხოლოდ შემიძლია გითხრათ რომ ლეიკემია ზოგადად და სიმსივნური დაავადებები რომ გითხრათ რომ ეხლა ლეიკემია ძალიან გავრცელდა საქართველოში და იმატა რაოდენობამ არა ლეიკემია გახლავთ ერთი ჯგუფი სიმსივნური დაავადებებისა და როგორც მოგეხსენებათ ზოგადად სიმსივნური დაავადებების მატება მთელ მსოფლიოში აღინიშნება ხო სიმსივნეები გახლავთ თავისი მიზეზით როგორც სიკვდილობისა ნომერ მეორე მიზეზი გულსიძახვა დაავადებების შემდეგ ამიტომ ამას ვთქვათ რომ მე ვერ დაგიდასტურებთ რომ საქართველოში განსაკუთრებით იმატა რომელიმე სიმსივნურმა დაავადებამ ანუ ჩვენ ვართ იმ ფონზე რა ფონზეც მთელი მსოფლიო არსებობს მეორე საკითხი რაც შემეკითხეთ რომ თქვათ გაახალგაზრდა გულსიძახვა დაავადებები ამას დაგიდასტურებთ რომ ესიც არ არის საქართველოს გამონაკლისი რომ ეს არის მთელი მსოფლიოს ტენდენცია რომ გულსიძახვა დაავადებების გარკვეული გაახალგაზრდება აღინიშნება ეს დაკავშირებულია მოგხსენებათ გულსიძახვა დაავადებების გავრცელება დაკავშირებულია ბევრ ფაქტორთან ისეთ რისკ ფაქტორებთან პირველ რიგში როგორიც არის თამბაქო, როგორიც არის ჭარბი წონა, როგორიც არის ნაკლები მოძრაობა, როგორიც არის მარილის დიდი რაოდენობით ხმა, არასწორი კვება, მარილის დიდი რაოდენობით ხმარება, ნომერ პირველი რისკ ფაქტორი გულსიძახვა დაავადებების გახლავთ ეს რა ქვია, ჰიპერტენზია, ანუ მაღალი წნევა და გამოწვეული ამის ერთ-ერთი რისკ ფაქტორი კიდევ თამბაქო და ვთქვათ ჭარბი წონა, ხო? ამიტომ არის აი ჩვენი მჯდომარე წესი, ჩვენი ნაკლები მოძრაობა, ჩვენი ვთქვათ მნიშვნელობა აქვს გარემოს დაჩუჭყიანების ფაქტორებს და ძალიან ესეთი მრავალფაქტორულია ეს. ვერ იტყვით რომ ერთ ფაქტორთან არის დაკავშირებული. აქედან გამომდინარე, გარკვეული გაახალგაზრდება, რა თქმა უნდა, გულსიძახვა დაავადებების აღინიშნება. მაგრამ არა სიმსივნეების. სიმსივნეები მაინც უფრო ასაკოვანი ადამიანების. დიდი მადლობა ბატონო ამირან. მაყურებელს და მსმენელს შევახსენებთ თქვენ უყურებთ და უსმენთ ობიექტივის ღამის სტუდიას, გადაცემის სტუმარი გახდათ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერება დოქტორი პროფესორი ამირან გამყრელიძე, გადაცემას უძღვებით ანიკ იკნაძე და ბონდო ძინარაშვილი. ბატონ ამირანს დიდ მადლობას გადავუხდით. კიდევ ერთხელ დავემშვიდობებით, ჩვენ კი რამდენიმე წუთში დაგიბრუნდებით დროებით. მადლობა.